ბრძოლიდან დაბრუნებული დავით აღმაშენებელი ისვენებს წყაროსთან და ჭრილობებს წყლით იმუშავებს. ჰოის საოცრებავ, ეს წყალი სასწაულ მოქმედი აღმოჩნდა და მეფის ჭრილობები განკურნა. აქ მეფე დავითი ააგებს ეკლესიას და დასახლებას ქმნის. ამ დასახლებას დღეს ნუნისი ქვია. გადმოცემის თანახმად ნუნიში ფერების კლდის მიმდებარედ არსებობს მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც ბევრი მიმართულებით მიდის. აგრეთვე არსებობს ვერსია, რომ ნუნისის ქვეშ არსებობს მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც იყო რეალურად ნოეს კიდობანი. მთას ჰქონდა ჰერმეტულად დალუქული კარი, სადაც ხალხმა თავი წარღვნისგან დაიცვა. ის კარი დალუქეს და დაელოდნენ წარღვნის დასრულებას. აგრეთვე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ნუნიში ინახებოდა შუბი, რომლითაც ჯვარცმული ქრისტე გაანგბირეს. აგრეთვე იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც განკაცებული უფალი იესო ქრისტე იყო გაკრული. ეს და სხვა რელიქვიები თამარ მეფის ჩამოტანილიაო ნუნიშში, ამტკიცებენ ამ გადმოცემის ავტორები. არავინ იცის თუ რა იმალება ნუნისის ქვეშ, მაგრამ ეს ადგილი ნამდვილად საიდუმლოებებით არის მოცული.